დილამ შვიდობისა ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში. დილამ შვიდობისა. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ქართული ჯარის განვითარების სხვადასხვა ეტაპების ამსახველი გამოფენა გაიმართება. მემსახურები საქართველოს ასე ეწოდება ამ ექსპოზიციას, რომელიც ნატოს კვირეულის ფარგლებში ეწყობა. უძველესი იარაღი, ფოტოდოკუმენტების, სამხედრო ფორმები, რომლებიც ქართულ მეომრებს ეცვათ და უამრავი საინტერესო ნივთი ამ ყველაფრის შესახებ დათო აბრამიშვილის სიუჟეტი ვნახოთ. ეს არის აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცის ფორმა. აქ ხედავთ ჩვენ მედალს, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის არის და სავარაუდოდ ამ მედლით ეს ჯარისკაცი დააჯილდოვეს. ამ ვიტრინაში არის ასევე გამოფენილი ჩაჩქანი ჯარისკაცის. აქ ხედავთ დროშას, რომლისთვის ბრძოლაში ჯარისკაცი დაიღუპა აფხაზეთის ომში. კინოფოტო მონოდოკუმენტები, იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა, თითოეული არტეფაქტი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოიფინა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის ნაწილია. უძველესი ჯაჭვის პერანგი თუ სისხლიანი დროშა, რომელიც მებრძოლს აფხაზეთის ომში გულის ჯიბით დაჰქონდა. მემსახურები საქართველოს. ამ სახელწოდების გამოფენაში წარმოდგენილ სტენდებზე ქვეყნისთვის ყველა ის მნიშვნელოვანი პერიოდია ასახული, როცა ქვეყანას საკუთარი ინტერესების დაცვა სამხედრო გზით უწევდა. ეს არის დროშა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, როცა საქართველო გასაბჭოვდა და გაწითლდა, ასე ვთქვათ. შემდეგ სტენდში მოსულ ნახველს შეუძლია ნახოს გენერალი ჯანჯღავას იარაღი, მაუზერი კონკრეტულად, რომელიც როგორც ყვებიან, მას მისცეს გამარჯვების დროს, მისცეს მისმა მეომრებმა. აქვე იქნება გამოფენილი ალბომი, რომელშიც არის ქართველი მებრძოლები, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა არმიაში. დღეს ნატოს კვირეულის ფარგლებში ყველა იმ ბრძოლასა თუ გმირს გაიხსენებენ, ვინც ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლა, ოკუპაცია, მეორე მსოფლიო ომი, სამოქალაქო ომები, აფხაზეთი, ოსეთი, 2008 წლის აგვისტო, თითოეულ სამხედრო თუ სამშვიდობო მისიაში მიიღო მონაწილეობა. ქვეყანა კიდევ ერთხელ გაიხსენებს და დააფასებს თითოეულ ჯარისკაცს, ვინც ქართულ საჯარისო ნაწილებში მსახურობდა. ჩვენ შევეცადეთ, რომ მოგვეყოლა, როგორ მოვიდა მე-15 საუკუნიდან დღემდე ქართული არმია. ჩვენი გამოფენა არის განსხვავებული იმით, რომ ასახავს ისტორიას არა მარტო ფოტოებით, ან ვიდეოთი, ან რომელიმე ექსპონატით, ეს მოიცავს კომპლექსურად ყველა ნაწილს, როგორც აუდიოს, ვიდეოს, ისე ფოტოებს, ისე ტანსაცმელს თუ იარაღს ასევე. გამოფენა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, მუზეუმის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული არქივის, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. თითოეული ჯარისკაცი, ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა, ეს არა მარტო იმ ისტორიის ნაწილია, რომელსაც ფურცლებიდან თუ ფოტოდოკუმენტებიდან ვიცნობთ, არამედ ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების გარანტიაა. ქვეყნის წარსული სამხედრო ისტორია, რომელიც მომავალი თავდაცვისთვისაა საჭირო. დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ჯარის განვითარების მატიანე მხოლოდ ერთი დღით იქნება საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი. მისი ხილვა კი თითოეულ დამთვალიერებელს შეეძლება.